ავტოფარეხების ჩანაცვლების პროგრამა გრძელდება. დღეს კიდევ ერთი სკვერის პრეზენტაცია გაიმართა გლდანის რაიონში. რამდენიმე ავტოფარეხის დემონტაჟი დასრულდა. მათ ადგილზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. დედაქალაქის მთავრობის მონაცემებით თბილისის მასშტაბით ავტოფარეხების უმრავლესობა უკანონოდ არის აშენებული. ობიექტების აღების მიზნით მათ მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები სხვადასხვა უბანში მომავალშიც გაგრძელდება. ველო და საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა და საბავშვო ატრაქციონები. ეს გლდანის მეოთხე მიკრორაიონში 110 და 112 კორპუსებს შორის არსებული ახალი რეკრეაციული სივრცეა. ამ ადგილას ადრე ასეთი მდგომარეობა იყო. წლების განმავლობაში ტერიტორია ავტოფარეხებსა და უკანონო შემოღობებს ეკავა. დამონტაჟდა გარეგანათებისა და სარწყავი სისტემები, LED სანათები, ჩატარდა გამწონების სამუშაოები. ამ რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1.100.000 ლარზე მეტი დაიხარჯა. აქ იყო ჩვეულებრივი ნაგავსახრელი უმძიმესი მდგომარეობა, არანაირი სივრცე იმისთვის, რომ ადამიანი ბავშვები გამოსულიყვნენ დაესვენათ, ევარჯიშათ თუნდაც. დღეს ხედავთ, როგორ ყველაფერი მოწესრიგებულია, განახლებულია, პროექტის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სივრცე ბავშვებისთვის ატრაქციონებით. გარდა ამისა, მოსასვენებელი ფანჩატურები, არის ველობილიკის, ასეირნოს სივრცე. ის რაც ადრე მოუვლელი და უფუნქციო სივრცე იყო, დღეს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. მოსახლეობა გვიყვება, რომ ის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში ბეტონისა და რკინის ფარეხები იდგა, ახლა მათი შეკრებისა და განტვირთვის სივრცეა. საშინელი მდგომარეობა მინდა რომ გითხრათ, აი არ შეიძლებოდა გამოსვლა აქეთ მხარეს, იმდენად იყო არ იყო, აი ესეთი სიტუაცია და ეხლა დღესდღეობით ძალიან მოხარულები ვართ, ძალიან გახარებულები ვართ, იმდენად გაალამაზეს, იმდენად კარგი და კომფორტულია, რომ ეს იგი ყოველ საღამოს შემიძლია თავისუფლად ჩამოვიდე, დავჯდე ჰაერზე ვიყვე. მე ადგილობრივი ვარ და იყო დიდი იგი უბედურება, ავტოფარეხი გალამაზდა, გასუფთავდა ყველაფერი, ხალხი ისვენებს საღამოობით, გამოდიან, ისვენებენ, კეთილმოწყობილია სკვერი, ყველაფერი. ეს პირველი რეკრეაციული სივრცე არაა, რომელიც ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ მოიწყო. უკანონო შემოღობებისა და ავტოფარეხების პრობლემა დედაქალაქს წლებია აწუხებს. გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ ამ უბანში 200 ფარეხს ჩაუტარდა დემონტაჟი, რითაც 1000-ობით კვადრატული მეტრი ტერიტორია გამოთავისუფლდა. გამგებელი გვიყვება, რომ ავტოფარეხების უმეტესობა უკანონოდ იყო განთავსებული. ამის მიუხედავად, თითოეული პროექტი მოსახლეობასთან შეთანხმებით ხორციელდება. სწორედ ამიტომ დედაქალაქის მერიაში მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უსვამენ ხაზს. მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის შედეგად ჩვენ შევძელით აღნიშნული სივრცეების გამოთავისუფლება და შესაბამისად პროექტის ფარგლებში განვახორციელებთ რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები. რაც შეეხება დაკანონების ნაწილს, 99% შემთხვევაში თამამად ვიტყვი, რომ არც ერთი არ იყო დაკანონებული, ხოლო სადაც კი რაღაც საკუთრების ნიშნები იყო მოსახლეობის მხრიდან, თავად იყო სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ უსახური ავტოფარეხის ნაცვლად მიგვეყო ახალი რეკრეაციული სივრცე. მე მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას, იმიტომ რომ მათი ჩართულობით, მათი მხარდაჭერით განხორციელდა ფარეხების დემონტაჟი, რომელსაც ძალიან დიდი სივრცე ეკავა, იყო უსახური, ჩვეულებრივ ნაგავსაყრელად იყო ქცეული და ამ ადამიანების ჩართულობით მოხდა აღნიშნული ფარეხების დემონტაჟი. თვითონ უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, უშუალოდ ჩართულები იყვნენ პროექტი როგორ უნდა განხორციელებული იყო, სივრცეები როგორ უნდა გადანაწილებული იყო და ხედავთ რა სილამაზე გამოვიდა. ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ქალაქის განვითარებას, გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას. ავტოფარეხების დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ადგილი რჩება როგორც პარკირებისთვის, ისე დამატებითი გამწვანებული სივრცის მოსაწყობად. დედაქალაქში დღესაც 1000-ობით ავტოფარეხია, რომლებიც გარდა იმისა, რომ ქალაქს ამახინჯებს და გადაადგილებას ართულებს, კორპუსების მცხოვრებლებს გამწვანებული სივრცეების გაჩენის შესაძლებლობას ართმევს. მერიის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას არჩევანი ჯანსაღ გარემოზე გააკეთონ და უსახური კონსტრუქციების ნაცვლად თავიანთ ეზოებში ვარჯიშისა და დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცეები შექმნან.